ადამიანი ყოველთვის იყო ტექნოლოგიური ცხოველი. უძველეს გათხრებშიც კი ჩვენ ნახულობთ იმის ნიშნებს, რომ ადამიანი იყენებდა ტექნოლოგიებს. უძველეს გათხრებშიც კი ჩვენ ნახულობთ იმის ნიშნებს, რომ ადამიანი ტექნოლოგიებს იყენებდა ოდითგანვე. ამ ტექნოლოგიებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ჩვენ ვქნით ალგორითმებს, რომლებიც მართავენ ეკონომიკებს, სადაც ჩვენ ვქნით რობოტებს, რომლებიც მიდიან და იკვლევენ კოსმოსს. სადაც ჩვენ ვქნით გეგმებს, თუ როგორ მოვახდინოთ მარსის ტერაფორმირება და სადაც შეგვიძლია ვირტუალურ რეალობაში ვისეირნოთ, გამოვიკვლიოთ ან საერთოდ გადავიდეთ საცხოვრებლად. საქართველოს მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე თითქმის არ ჩანდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შეიქმნა რამდენიმე ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს როგორც ქვეყანას მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე გამოაჩენს და მე იმედი მაქვს ეს გამოჩენა იქნება ისეთივე კაშკაშა და ნათელი, როგორც არის ხოლმე ნათელი ატომური ბომბების აფეთქება. და მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ესეთი ადგილი და პირველი ადგილი, რომელსაც ჩვენ ვესტუმრებით, იქნება ტექნოპარკი. აქ შეგიძლიათ ისწავლოთ პროგრამირება, შეგიძლიათ ისწავლოთ რობოტების მართვა, შეგიძლიათ ისწავლოთ ვირტუალური რეალობის კონტენტის შექმნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე მინდა გაგაცნოთ თუ რა ხდება ტექნოპარკში, რა ხედვა აქვს ტექნოპარკს და რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ აქ. ჩვენ ახლა ვართ ინოვაციების ქუჩა ნომერ-7-ში, საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში. და ეს არის ადგილი, რომლის სლოგანიც არის ერთი იდეა მაქვს. და ჩვენ ვამბობთ იმას, რომ თუ კი ვინმეს ერთი იდეა აქვს, აუცილებლად უნდა მოვიდეს ინოვაციების ქუჩაზე. შემოვიდეს ტექნოლოგიურ პარკში და მერე უკვე რამით გავამ. პირველი შეიძლება ეს იყოს პროტოტიპი, იმიტომ რომ ჩვენი პირველი სართული არის FabLab. და FabLab არის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია. სადაც არის მაღალტექნოლოგიური დანადგარები, 3D პრინტერები, ლაზერმჭრელები, ზოგადად 3D განზომილების სკანერები, არის CNC PCB, ანუ დანადგარები, რომლებიც ეხმარება ინოვატორებს იმაში, რომ მათ დაამზადონ პროტოტიპები. და პირველ სართულზე ასევე დაგხვდებათ LEGO Robotics-ის ოთახი, ძალიან პატარა სტუმრებისთვის, რომელსაც მომავალში ბევრი და საინტერესო იდეები ექნებათ. და ისინი მოდიან ხოლმე ყოველ კვირა და სწავლობენ LEGO-ების აწყობას, Arduino-ზე წერას, პროგრამირებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის საერთო სამუშაო სივრცე, coworking-ი. სტარტაპებისთვის, ფრილანსერებისთვის, ინოვატორებისთვის ადგილი, სადაც შეუძლიათ მოვიდნენ, დაჯდნენ, იმუშაონ, ჰქონდეთ კარგი ინტერნეტი და ყავდათ გვერდით საინტერესო ადამიანები, რომელსაც იდეებს გაუზიარებენ. ასევე საინტერესო ის არის ჩვენთან, რომ ყოველდღე ღონისძიებები გვაქვს, ვორქშოპები გვაქვს და ვცდილობთ, რომ 5 წლიდან განუსაზღვრელ ასაკამდე ადამიანებისთვის აქ იყოს ყველაფერი საინტერესო. ჩვენ დავიწყეთ ინკუბატორის პროგრამა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, რომელსაც იდეები აქვთ, მოდიან ჩვენთან, გვიყვებენ ამ იდეების შესახებ და რას ვაკეთებთ ჩვენ. პირველ რიგში ვითმობთ საერთო სამუშაო სივრცეს და მერე უკვე ვეხმარებით მთლიანად ამ იდეის ბიზნესად გადაქცევაში.
ანუ ინკუბატორის პროგრამაში მონაწილე გუნდები რომ მოდიან, მათ მართვის აკადემია ეხმარება, ბიზნეს გეგმებს წერენ, მუშაობენ პროტოტიპზე, ფაბლაბში ამზადებენ პროტოტიპს, თუ ასეთი ჭირდებათ, ტესტავენ შოურუმებში და ბოლოს უკვე გადიან ბაზარზე და ხდებიან წარმატებული ბიზნესები. ყავთ გზადაგზა მენტორები სხვადასხვა მიმართულებით. ეს არ არის ჩაკეტილი სივრცე. გარშემო უამრავი ადამიანი არის, რომელიც არის ჩვენი მენტორი და მათ დაეხმარებათ და გზაზე დააყენებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი შემოსული გუნდი საბოლოოდ ბაზარზე იყოს წარმატებული ბიზნესი. ეს არის რაც აი ახლა ამ წუთას ხდება. გვაქვს მიმდინარე ვორქშოპები პროგრამირებაში, Arduino-ში, Lego Robotics-ში და ღონისძიებები, რომლებიც არის ფაქტიურად ყოველდღიურად. გიორგი ჭილაია, კომპანია Nebula-ს გენერალური დირექტორი. მე და ჩემს დიდი ხნის მეგობრებს და თანამშრომლებს გვაქვს ახალი სტარტაპი, ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც ძალიან გვხიბლავს და ვთვლით, რომ სწორ დროს გავაკეთეთ. და აქტიურად თანამშრომლობთ ტექნოპარკთან, არაერთ გზის, არაერთ ფორმით. სტარტაპის თავარი არსი არის, რომ განათლება გავხადოთ ხელმისაწვდომი და უფრო კარგი ვიდრე აქამდე ყოფილა საქართველოში. სტარტაპს ქვია Nebula და ჩვენ მუშაობთ ზოგადი უნარების ამჟამად ზოგადი უნარების სასწავლო კურსზე, ხოლო სექტემბრიდან ვამატებთ სხვა კურსებსაც. თავარი პრინციპი არის ის, რომ სწავლა გავხადოთ ეფექტური და სახალისო. და ამაში ვიყენებთ ბევრ რაღაც ისეთ რამეს, რაც აქამდე არ გამოყენებულა ყოველ შემთხვევაში. ჩვენს ვებს აქვს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ხვდება რა არის ის სტუდენტმა და ამის მიხედვით შემდეგ უკვე უქმნის უნიკალურ კურსს თითოეულ მოსწავლეს და ვთვლით, რომ ძლიერია. ყოველ შემთხვევაში ყველაზე სამყაროში არსებული ინტელექტებიდან ყველაზე კარგად ჩვენმა ინტელექტმა იცის რა უნდა ასწავლოს აბიტურიენტებს, რაც ვთვლით, რომ დიდი ნაბიჯია გადადგმული წინ. ამ ეტაპზე ვართ აპლიკანტები ტექნოპარკის, როგორც სტარტაპი და თანამშრომლობთ როგორც ინფორმაციულ დონეზე, ასევე უფრო ბიზნეს ვაიზ, ასე ვთქვათ, გვაქვს რაღაც რჩევები, მემორანდუმები, რაღაც გეგმები ერთად, კონკურსები და ასე შემდეგ. მე ვარ ჯაბა შაუშვილი, წარმოვადგენ კომპანია Jepras, ვარ მარკეტერი, მელომანი და ასე შემდეგ. დღეს ტარდება კანის ახალგაზრდული კრეატივის ფესტივალის უკვე მესამე ტური, ამ შემთხვევაში არის დიზაინის კონკურსი და სხვადასხვა კომპანიიდან, სააგენტოებიდან საქართველოში მარკეტერები, დიზაინერები, კოპირაიტერები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთესად შეასრულებს დავალებას. თეკლა ყიფიანი, გრაფიკოს დიზაინერი, კომპანია Jepras წარმოადგენელი ამ შემთხვევაში. ორი ვართ ჯგუფებში, ერთი არის კონკრეტულად დიზაინერი, მეორე კოპირაითერის მიმართულება. პირველია ჩემთვის, შესაბამისად უფრო ნერვიულობ ალბათ. მაგრამ მგონია რომ რაღაცა მაინც კარგად გავართმევს თავს. Young Lions-მა გამოაცხადა კონკურსი, სადაც კომპანიებიდან უნდა მიიღოთ მონაწილეობა სურვილის შემთხვევაში დიზაინერებს და ასევე კოპირაიტერებს. მოგების შემთხვევაში კანში წავალთ. ინოვაციების და ტექნოლოგიების აგენტოსთვის ტექნოპარკი არ არის დასასრული და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გააკეთა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და რეგიონში იყოს მსგავსი ცენტრი. მინი ტექნოპარკები, ინოვაციების ცენტრები, ჭოპორში, ხარაგაულში, გორში, ბათუმში. ფაბლობები უკვე გაიხსნა ბათუმში და ქუთაისში. დამატებით ვაპირებთ კიდე სხვა ქალაქებშიც გავხსნათ. ბიბლიოთეკების ბაზებზე გავაკეთოთ ინოვაციების ცენტრები და მთელი საქართველო იყოს ამაში ჩართული. Fab country გვინდა რომ გავხდეთ. და ამის გარდა მხოლოდ IT მიმართულება არა, კრეატიული ინდუსტრიებიც ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, თუნდაც იგივე კანის ფესტივალს, იმიტომ დავუჭირეთ მხარი, რომ ჩვენ თვლით, რომ ამაში არის ძალიან დიდი პოტენციალი და საქართველოში არიან კრეატიული საინტერესო ადამიანები. საინტერესო არის რეკლამის მიმართულება, კრეატიული სტუდიები, მუსიკა და ასევე ბიოტექნოლოგიების ცენტრი ალბათ წელს გაიხსნება, უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა. MIT-ის პროფესორები იყვნენ ჩამოსულები ჩვენთან და გვეხმარებიან ამაში, ჩვენ ჩავდივართ და რჩევებს ვიღებთ და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და გვინდა რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა იყოს საქართველოს, ასე ვთქვათ, საიმიჯო და სავიზიტო ბარათი შემდეგში. კრეატიული ინდუსტრიებით, IT ინდუსტრიებით, ბიოტექნოლოგიებით. ვთქვით, რომ მომავალი არის ამაში და ჩვენ გვინდა რომ თუნდაც იგივე Lego Robotics-ით რო ვაწყებინებთ ბავშვებს, გვინდა რომ მომავლის პროფესიები გაიგონ რა არის და ეს ისწავლონ.